სიტუაცია ნამდვილად რთულია გურიაში. ბოლო 40 წელი ასეთ დიდი თოვლი არ ყოფილა. ანუ 1985 წელს იყო. ნუ ცოტა ამაზე უფრო დიდი და თუ რამდენიმე დღე გაგრძელდა თოვლა, ალბათ შეიძლება იმაზე უფრო მეტიც იყოს. თლიანად გამოიწვია ამ თოვლმა პარალიზება რა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ხალხი ამას ამ უჩვეულობის გამო ასე გარკვეული მოულოდნელობა ჰქონდათ. ამასთანავე ალბათ გადაჭარბებული იმედი ჰქონდათ ადგილობრივი ხელისუფლების, რომელმაც აშკარად ვერ მართა ეს კრიზისული სიტუაცია. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა გურის მაღალმთიან სოფლებში, ესაა ჯუმათი, ნატანების ნაწილი, ასევე შეიძლება ითქვას ღვთისპირში და რაღაც ისეთ ადგილებში, საიდანაც ყოველდღიურად გამოდის ადამიანები და ითხოვენ დახმარებას. რატომღაც ადამიანების საჯარო ქსელში მიმართვა აღქმული იქნა ადგილობრივი ხელისუფლებიდან რაღაც პოლიტიკური მოწინააღმდეგება და ამ ადამიანებს, რომლებიც გზას ითხოვდნენ, რაღაც დახმარებას ითხოვდნენ, ტროლები მიუსიეს და ზოგის ცხვირი არ მოეწონათ, ზოგის მუცელი, ზოგს უთხრენ, რომ მიჩავს ხელი მოკიდე და ასე შემდეგ. ანუ რაღაც გაურკვეველი და ბუნდოვანი კომუნიკაცია ჰქონდათ ამ ადამიანებთან და ამ ადამიანების პრობლემებთან. დაახლოებით მინდა გითხრათ, რომ პრობლემის მასშტაბურობასთან დაკავშირებით, რომ დაახლოებით 50,000 ადამიანი მაინცა მოწყვეტილი ყოველდღიურად, აი, პროდუქტის შეძენას, მედიკამენტების შეძენას, სამედიცინო დახმარების მიღებას და ასე შემდეგ. ანუ ძალიან რთული მდგომარეობა ამ მხრივ, რომ ადამიანები ამ მოულოდნელობის გამო ვერ ახერხებენ ამას. ახლა ერთია, როდესაც დიდი თოვლი მოვა ან სვანეთში ან თუშეთში, მაგრამ გურიაში, თებერვალში მოსული 1 ან 2 მეტრი თოვლი ძალიან სერიოზულ პრობლემებს ქმნის, მithumet ეს არა ისეთი თოვლი, როგორც ბაკურიანში არის ან გუდაურში, ესაა მძიმე თოვლი, ზღვისპირეთში, ანუ ცოტა უფრო წყლიანი თოვლია, რომელიც ლეწავს ხეებს, აზიანებს კომუნიკაციებს და საკმაოდ ძნელი, ასე ვთქვათ, დასამუშავებელი სამუშაოა. ახლაც თოვს ხო, რომ რამდენადაც მე ვიცი. ახლაც შედარებით ნაკლებად თოვს, რამდენიმე საათია უფრო შედარებით უკეთესი მდგომარეობა თოვლის ხრი, თუმცა სავარაუდოდ ღამე ითოვებს და საკმაოდ კიდევ უფრო დაამძიმებს ალბათ სიტუაციას რა. ალბათ ხალხს ჭირდება ყველაზე უფრო მეტად რაც არის ალბათ საჭირო არის ავადმყოფებისთვის მედიკამენტების მიწოდება, რაღაც სამედიცინო დახმარება, თუნდაც შეიძლება ონლაინ ჩაერთონ და რაღაც კონსულტაციები არის, ზოგს მოტეხილობა აქვს, ზოგს რაღაც დაზიანება აქვს, ზოგს ისე ასაკოვანი ხალხი, ანუ გურის მოსახლეობის დიდი ნაწილი არის პენსიონერები და სოციალურად შეჭირებული ადამიანები. ხო, და ამ ადამიანებს სრულიად გაუგებარია, როდესაც მე წეღანაც ვხვი და გავიმეორებ, ჯერ კიდევ 20 რიცხვში შეწყდა მაგალითად გურიაში სასწავლო პროცესი, ანუ პროგნოზი ამინდის გაუარესებაზე ყველას ჰქონდა და გაუგებარია და სრულიად წარმოუდგენელია, რატომ არ იღეს ყურად აი ეს საფრთხე, რატომ არ იქნა მობილიზებული ყველა მაშველი ან ტექნიკა, რაც ადამიანებს აუცილებლად დასჭირდებოდა. სრულიად გაუგებარია ეს. რა თქმა უნდა, გაუგებარია, მაშინ როდესაც ოზურგეთს თითქმის 50 მილიონიანი ბიუჯეტი აქვს და 3500-მდე ადამიანია დასაქმებული, რატომ აღმოჩნდა ასე უმწეულ მდგომარეობაში ადგილობრივი ხელისუფლება და რატომ აი პრაქტიკულად პირველ დღეებში ზრუნვაც ვერ დაანახა მოსახლეობას იმასთან დაკავშირებით, რომ აი მათ პრობლემებზე ვინმე ზრუნავდა კი არა. როგორც გითხარით, ადამიანები, როდესაც სოციალურ ქსელში
საჯაროდ განცხადებას ავრცელებდნენ და ითხოვდნენ დახმარებას, ტროლებს უსევდნენ ამ ადამიანებს და რაღაც ეს არის ყველაზე დიდი უბედურება. ეს არის სწორედ ყველაზე დიდი უბედურება და ყველაზე დიდი უბედურება არის ისიც, რომ საჭირო ტექნიკის შეძენის ნაცვლად ეს ხალხი მშვიდობიანი ადამიანების დასარბევ ტექნიკას ყიდულობს. მაშინ, როდესაც ასეთი ყველა სტიქიური შემოტევის დროს ჩვენი ქვეყანა უცებ აღმოაჩენს ხოლმე, რომ არის სრულიად უპატრონო, როგორც სალომე ზურაბიშვილმა თქვა. კი, სამწუხაროდ. 30-ზე მეტი თვარსთები მსუბუქი მანქანა ყავს. განსაკუთრებით ბოლო წლებში შეიძინა ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა და საკმაოდ სერიოზული თანხმაა დახარჯული ამ მხრივ. მაგრამ რა ვიცი, 100 ჭირდება ახლა ოზურგეთლებს ეს 30 მანქანა მე არ ვიცი, რომელიც მუნიციპალიტეტს ყავს. რომელიც ჭირდება არა ოზურგეთის მოსახლეობას, არამედ ჩინოვნიკებს. მადლობა, კახა. მადლობა